ჩვენ ნამდვილად ავართ პურისა და ღვინის ქვეყანა, მარტო ღვინის ქვეყანა კი არ ვართ. და ჩვენ რომლებსაც გვაქვს ბუნებრივად ეს სიმდიდრე, ესე იგი მსოფლიოში 20 არის აღწერილი სახეობა, ამ 20-დან 14 საქართველოში დარეგისტრირებულია, 14-დან 5 ენდემია და უამრავი ხალხური სელექციის ჯიში გვაქვს. ანუ უმდიდრესი ვართ ამ მხრივ რა. მთელი მსოფლიო ხმარობს ამ ჩვენ ენდემურ სახეობებს სასელექციოდ გენეტიკური, ანუ გაუმჯობესებისთვის და აღიარებს მთელი მსოფლიო, რომ ეს მომავლის ხორბლებია, იმიტომ რომ ეს გამობრძმედილი არის, ეს საუკუნეებ გამოვლილი ხორბლებია. ჩვენ მოვიტანეთ ესენი აქამდე. ეს ხორბლები არის ველურ ხორბალსა და თანამედროვე ხორბალს შორის გარდამავალი რგოლი. რელიქტებია ფაქტიურად. ხანდახან კითხვა რო ისმის, რომ რამ გადაგვარჩინა. მე მგონია გადაგვარჩინა აი ამან, რომ ჩვენ აი ეს კულტურა გაგვაჩნდა. ეს არის ის ღერძი, რომელთაც შენ იცი, რომ შენ ხარ ამ სამყაროს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც გევალება, რომ გაუფრთხილდე მიწას. იმიტომ რომ ის ძირითადი ეს არის, ვის საკვებს ისიძლევა, ხო? მნიშვნელოვანი კვლევა გაკეთდა, რომ ეს 12 ნიმუში იყო გაგზავნილი და აი ეს 12 ნიმუში სოფლიოში არსებულ შედარება მოხდა ცნობილ რაღაცამდენ ნიმუშთან სულ ყველას ჯობია რამოდენიმე თავით.